მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო. თქვენი მყოფებით არხზე, ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება ტაროსთან ერთად და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა შეეხება 2025 წლის მაისის პროგნოზს. დიდი ხანია, არც თუ ისე დიდი ხანია, მაგრამ გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ ვჩანდი. ამაზე გაგაფრთხილოთ მე თქვენ წინასწარ, რომ ეს სამკვირიანი დაახლოებით პაუზა მექნებოდა და გამომდინარე აქედან არ მქონდა არც პირადი კონსულტაციები ამ პერიოდში და თავისთავად ცხადია არც საჯარო გაშლები ჩამიწერია და მომიწოდებია თქვენთვის. ამიტომ დღეიდან ისევ გახსნილად ვაცხადებ სეზონს, თუ შეიძლება ასე ითქვას ეს და შეგიძლიათ დაინტერესების შემთხვევაში მომმართოთ პირადი კონსულტაციებისთვის პირად შეტყობინებაში და თავისთავად ცხადია ამ საჯარო გაშლის ქვეშაც ველოდები თქვენს კომენტარებს, იმიტომ რომ ძალიან მომენატრეთ გულწრფელად რომ გითხრათ. რაც შეეხება ფორმატს დღევანდელი ჩვენი გაშლის, ეს იქნება სტიქიების მიხედვით გაშლა და თითოეული სტიქიის წარმომადგენლებისათვის ცალ-ცალკე ამოვიღებთ არკანებს პირადი ურთიერთობების ნაწილში, ცალკე ამოვიღებთ ფინანსებსა და კარიერაში და ასევე თითოეული სტიქიისთვის ერთი არკანით წარმოგიდგენთ რჩევას. მოკლედ დავიწყოთ ახლა ჩვენ, დავალაგოთ 4 სტიქიის არკანები და ვნახოთ რას გვეტყვის 2025 წლის მაისის პროგნოზთან დაკავშირებით ტარო. მიწის ენერგიისათვის არკანი, წყლის სტიქიისათვის უკაცრავად არკანი, ჰაერის სტიქიისათვის და ცეცხლის სტიქიისათვის. მიწა, წყალი, ჰაერი და ცეცხლი. 4-ვე კარგად ჩანს. ანუ თქვენთვის რა არის მნიშვნელოვანი, რომ იცოდეთ, სხვადასხვა ინფორმაციული იქნება, უშუალოდ თქვენი ზოდიაქოს ნიშანი რომელი სტიქიის წარმომადგენელია და ასევე საჭირო ინფორმაცია შეიძლება იყოს იმ სტიქიების წარმომადგენლებს თუ მოусმენთ, რომელი სტიქიაშიც გყავთ ასცენდენტი ან ასევე მთვარე. ესეც შეიძლება რომ იყოს მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი. ეხლა ვნახოთ თითოეული აი ამ სტიქიისათვის პირადი ურთიერთობების ტენდენციები მაისის თვეში. ვნახოთ პირადი ურთიერთობები მაისის თვეში. მიწის სტიქიის წარმომადგენლებთან, წყლის სტიქიის წარმომადგენლებთან, ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებთან და ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებთან. კი ბატონო, ეხლა უკვე გადავიდეთ ფინანსებისა და კარიერის საკითხებზე. თითოეული სტიქიისათვის ფინანსები და კარიერა. ნახოთ თითოეული სტიქიისათვის ფინანსები და კარიერა მიწისთვის, ფინანსები და კარიერა წყლის სტიქიის წარმომადგენლისთვის, ფინანსები და კარიერა ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებისთვის და ფინანსები და კარიერა ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებისთვის. და ბოლოს, როგორც დაკვირდით, ამოვიღოთ ასევე რჩევა ერთი არკანით თითოეული სტიქიისათვის. რას გვირჩევს მაისის თვეში ტარო 2025 წლის მაისთან დაკავშირებით რჩევა თითოეული სტიქიისათვის. რჩევა მიწის სტიქიის წარმომადგენლებთან, რჩევა წყლის სტიქიის წარმომადგენლებთან, რჩევა ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებთან და რჩევა ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებთან. ძალიან კარგი. დავიწყოთ ახლა ჩემო მეგობრებო. აქ ასარჩევათ ვარიანტები ნამდვილად არა გვაქვს, როგორც შეგახსენეთ, ესე იგი, როგორც შევთანხმდით.
აუცილებლად უსმენთ იმ სტიქიას, რომელი ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელიც ხართ და შესაბამისად ეს ზოდიაქოს ნიშანი რომელ სტიქიასაც მიეკუთვნება და ასევე სასურველია თუ მოусმენთ იმ სტიქიის გარჩევას, რომელშიდაც ყავთ თქვენი ასცენდენტი და ამავე დროს მთვარე. ასცენდენტი სულ სხვა არის, მთვარე სულ სხვა არის, ესენი შეიძლება ერთმანეთს დაემთხვეს, თავისთავად ცხადია, მაგრამ მთვარე უფრო პასუხისმგებელია ემოციურ ნაწილზე, ან თქვენს რეაგირებაზე, ასე რომ ვთქვათ, გარკვეული მოვლენების მიმართ, ამიტომ შეიძლება რომ იყოს ეს საკითხებიც ინფორმაციული თქვენთვის ამ ეტაპზე. ესე იგი, ეხლა ჩვენ პირდაპირ დავიწყოთ, მოდი, მიწის სტიქიისათვის და ვნახოთ რა ინფორმაციას ამოიტანს ტარო მიწის სტიქიასთან დაკავშირებით ზოგადი ტენდენციის კუთხით. მაისი როგორი იქნება? ხო? და პირდაპირ მოვიდა თასების დედოფალი მიწის სტიქიებთან. პრინციპში ძალიან დამჯდარი, მართლა რასაც ქვია, მიწის ენერგია მიუხედავად იმისა, რომ აქ თასები მოდის, თუ დააკვირდებით, საკმაოდ სოლიდური ვეშაპია გამოხატული, აი მხოლოდ ოკეანეში და ამ ვეშაპს ამ ოკეანეში გადაადგილების არ ეშინია, იმიტომ რომ ეს მისთვის არის ჩვეულებრივი საცხოვრებელი და სასიცოცხლო გარემო. გამომდინარე აქედან მიწის სტიქიის წარმომადგენლებისათვის ზოგადი ტენდენციები სავარაუდოდ უფრო ემოციებთან დაკავშირებული იქნება მაისში, მაგრამ თქვენ შეძლებთ რომ გააკონტროლოთ თქვენს გარშემო არსებული მოვლენები, თქვენი რეაგირება ამ მოვლენებზე, იყოთ ძალიან კონსტრუქციული, იყოთ ძალიან მოზომილი და ამავე დროს შეინარჩუნოთ გარკვეული ტიპის ანალიტიკა, აი საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც მაისის თვეში თქვენ სივრცეში გააქტიურდება. ვნახოთ ახლა პირადი საკითხები, როგორ დაალაგდება მიწის სტიქიის წარმომადგენლებთან და აქ მოვიდა 6-იანი კვერთხები და პრინციპში ცუდი ენერგია საერთოდაც არ არის, მე ვიტყოდი ძალიანაც კარგი ენერგია, მიუხედავად იმისა, რომ თასების ენერგია ზოგადად პირად ურთიერთობებზე პასუხისმგებელი, ხო, მაინც აქ კვერთხების თვალსაზრისით, აი ბანტია აქ წითელი, მოკლედ პრინციპში აქ მე ვიტყოდი, რომ საგანგაშო მიწის სტიქიის წარმომადგენლებს ნამდვილად არ გაქვთ მაისის თვეში, ყველაფერი იქნება ძალიან კონსტრუქციულად, ძალიან ადეკვატურად. ერთი რაც იცით რა არის, შეიძლება დაიმსახუროთ გარკვეული ტიპის როგორ გითხრათ, ჯილდო, ოღონდ ეს ჯილდო არ იქნება რაღაცა მატერიალური თვალსაზრისით, ეს უფრო იქნება შეიძლება ან აღიარება, ან მიიღება, ან თქვენი აზრის ესე პატივისცემა პირად ურთიერთობებში, რაც თქვენ მოგანიჭებთ ძალიან დიდ კმაყოფილებას ენერგეტიკული თვალსაზრისით. ვნახოთ რა სიტუაცია გვაქვს ფინანსებში და კარიერაში და ძალიან საინტერესო ამბავია აქ მიწის სტიქიის წარმომადგენლებთან. აქ მოვიდა არკანი სულელის ენერგია და პრინციპში სულელის ენერგიის თვალსაზრისით აქ შეიძლება ვივარაუდოთ ორი მოვლენა მიწის სტიქიის წარმომადგენლებთან. შეიძლება თქვენ სივრცეში გააქტიურდეს ახალი ბიზნეს იდეა, ან ახალი შემოთავაზება, ან ახალი წამოწყება და ამაზე მოგიწიოთ დაფიქრება და სავარაუდოდ ეს თასების დედოფალი ზუსტად აი ამ ენერგიას აჩვენებს. უბრალოდ რა მინდა რომ იცოდეთ, ნახეთ, ამ არკანზე არაჩვეულებრივ არის გამოხატული ადამიანი, რომელიც ენახეთ თითქმის უსკრულის პირას დგას, ხელში გასაღები უჭირავს, მაგრამ სივრცეშია მიმართული ეს გასაღები. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ გამოცდილება თქვენ საკამარისზე მე ვიტყოდი მეტიც გაქვთ, უბრალოდ ხანდახან შეიძლება არ ითვალისწინებდეთ ამ თქვენს გამოცდილებას. აი მაისის თვეში ეს წამოწყება თუ ეს იდეა თუ ეს შემოთავაზება, რაც შეიძლება რომ თქვენ სივრცეში წარმოიქმნას და გააქტიურდეს ენერგეტიკულად, ხომ? ეცადეთ რომ უფრო მეტი დაკვირვებით, უფრო მეტი ანალიზით და დაჩქარების გარეშე შეაფასოთ, განსაჯოთ და გადაწყვეტილებები და ნაბიჯები შემდგომი განვითარებისათვის მიიღოთ მხოლოდ ამის შემდეგ. და ახლა ვნახოთ რჩევა რა არის.
და სასწაულია. მოვიდა ქურუმი ქალი პირდაპირ ჩემო ძვირფასებო, რჩევა ზოგადად არის აი ამ არკანში, უბრალოდ აი ამ დასტაში ეს არკანი გამოსახულია ბუს ენერგეტიკით ნახეთ და აი აქ მთვარეა, რომელიც ანარეკლის სახით არის წარმოდგენილი. რჩევის სახით მიწის ენერგიის წარმომადგენლებს შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ ამ პერიოდში თქვენთან ძალიან გააქტიურდება ინტუიციური ხედვა, ძალიან გააქტიურდება, მე თქვენ გითხარით, გამოცდილება თქო, რომელიც აქვე სულელის არკანში აჩვენა და ეს გამოცდილება აქ დაგჭირდებათ ის სიბრძნე, რომელზედაც ასევე გესაუბრეთ თვის პირველ ენერგიაში, როცა თასების დედოფალს გიხსნიდით, რომ გჭირდებათ, რომ გააცნობიეროთ თქვენი სოლიდურობა, დაიჯეროთ თქვენი სოლიდურობა და მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შეიძლება იყოს მცდელობები, რომ თავის აზრზე გადაგიყვანონ, რაღაცა თქვენ თავში ეჭვი შეგეპაროთ ან ასე შემდეგ, ეს არ დაუშვათ. დადექით თქვენ მოსაზრებაზე მყარად და ნუ მისცემთ ნურავის უფლებას თქვენით იმანიპულიროს, რომ თქვენ გაქვთ ამ შემთხვევაში ძალიან კარგად გააქტიურებული განსაკუთრებით მაისის თვეში ინტუიციური ენერგია და პრინციპში ეს გასაკვირიც არ არის, იმიტომ რომ მაისში უკვე მერკური იცვლის ნიშანს და შესაბამისად ეს ცვლილება ამ შემთხვევაში ჩვენ ინტუიციურად გჭირდება, რომ გამოვიყენოთ და შევაფასოთ მოვლენები, რომელიც ძალიან მალე დაიწყება მიწის სტიქიის წარმომადგენლებთან. აი ესეთი იყო ჩემო ძვირფასებო მაისის თვის ზოგადი ტენდენციების შეფასება და ანალიზი. და ეხლა გადავიდეთ უკვე წყლის სტიქიის წარმომადგენლებზე. თხოვნა არის, რომ მოიწონოთ ვიდეო, გააზიაროთ, დააკომენტაროთ და უკავშირები არ დაგეზაროთ, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ჩემთვის, როდესაც თქვენს კომენტარებს ვკითხულობ, თქვენს მადლიერებას ვიზიარებ და ასევე გიზიარებთ ჩემს დამოკიდებულებასაც, ხომ? და ეს აძლიერებს ჩვენ შორის არსებულ ველს, აძლიერებს იმ ენერგეტიკულ სისავსეს, რასაც ვცდილობ, რომ ყოველი საჯარო გაშლის დროს ჩავდო და ეს კეთილგანწყობა, ეს დადებითი ენერგია თითოეულ თქვენგანთან მოვიტანო და რაღაცნაირად ვეცადო, რომ გადმოგდოთ. იმიტომ რომ მე ვთვლი, რომ სიკეთე და ეს რაღაცა დადებითი განწყობა ყველას გვჭირდება, მეც მჭირდება და თქვენც გჭირდებათ და თუ მოვახერხებთ, რომ ესეთი უკავშირი ჯანსაღი ფორმით შევინარჩუნოთ, რა თქმა უნდა, ყველა ჩვენგანისათვის იქნება სასარგებლო და გამაძლიერებელი ეფექტის მქონე. ეხლა გადავიდეთ წყლის სტიქიის ზოგადი ტენდენციების განსჯაზე და ვნახოთ, ხმლების ტუზი, ჩემო ძვირფასებო. წყალთან მიმართებაში ხმლების ტუზი. აქ არ ვიცი წყლის სტიქიის წარმომადგენლებმა წინა პერიოდში ვინ აჩეხეთ და ვინ დაჩეხეთ, იმიტომ რომ ვაჟა-ფშაველას ლექსის არ იყოს არწივი რომ იქადნისნო, აი მე კიდევ ვნახავო თქვენს ბუმბულს გაშლილს, გაფანტულს ველა და რაღაცა ესეთი ენერგია წამოვიდა პირდაპირ აქ. აი მზად ხართ თითქოს ბრძოლისთვის, მომართული ხართ უკვე, ჟინი გაქვთ, აღიდგინეთ თითქოს რაღაცა გარკვეული ტიპის რესურსი, უბრალოდ სულში ჯერ აი რაღაც შინაგანში, ქვეცნობიერში რაღაცნაირი აი სევდა გაქვთ, გამოუთქმელი, გამოუხატავი სევდა, რომელიც ჯერ მოდი პირდაპირ ვიტყვი, ვერ გადახარშეთ და ვერ მოინელეთ, ვერ გამოიგლოვეთ შეიძლება რაღაცა პროცესები, ვერ დაემშვიდობეთ, შეიძლება ვიღაცებს ვერ აპატიეთ. აი ეს პროცესები არის თქვენ შემთხვევაში მაისში აქტიური, თუმცა ბრძოლის უნარიანობა ნამდვილად გაქვთ და ის ჟინი და ის შემართება, რაც გჭირდებათ მაისის თვეში ნამდვილად სათანადო მოწოდების სიმაღლეზე დგას მოკლედ. ნახოთ ახლა პირადი ურთიერთობები რა ხდება. პირადი ურთიერთობები და აქ მოვიდა არკანი მთვარე. იცით რა, პირად ურთიერთობებთან დაკავშირებით, ჩემო ძვირფასებო, აქ არ ვიცი, რაღაცა თითქოს ემოცია მომდის ოცნების, რაღაცა უფრო აი შორს მყოფი
სიტუაციების, თითქოს რაღაცა, არ ვიცი, გარკვეული ტიპის იცით რა არის, ილუზია აქვს უფრო მეტად, აი თქვენი შეხედულება, თქვენი წარმოდგენა, თქვენი დამოკიდებულება პარტნიორულ ურთიერთობებთან დაკავშირებით. ანუ თითქოს თქვენ რაღაცაზე ოცნებობთ აქ წყლის სტიქიის წარმომადგენლებო და ეს ოცნება რაღაცა აი ღაღადივით ამოგდით მოკლედ შიგნეულობიდან. კარგი იქნება თუ გარკვეული ტიპის პრაქტიკებს გააკეთებთ აქ რაღაცა იცით როგორი აი როგორ გითხრათ, როგორ გამოვთქვა ეხა ეს რასაც ვფიქრობ. ანუ წყლის სტიქიის წარმომადგენლებთან ხო აი რაღაცა თითქოს ეტრფით რაღაცა შორეულს. აი ეს არის ეს სიტუაცია ეტრფით რაღაცა შორს ყოფს. შეიძლება მონატრებაც არის ეს, არც ეს არ არის გამორიცხული. თითქოს რაღაცა გიშლით ხელს რომ გადახვიდეთ შემდეგ ეტაპზე. და კარგი იქნება თქვა ეს პრაქტიკა, როგორი პრაქტიკა იცით? აი თუნდაც რომ დაწეროთ, გაიხსენოთ ამ ადამიანთან არსებული სიტუაციები, რომელიც უკავშირდება ამ ადამიანს, რომ ეს ყველაფერი აქციოთ რეალობად. ანუ რაღაცა ოცნების ენერგიაში რო არ ჩატოვოთ მარტო თქვენი საკუთარი თავი და რაღაცა თითქოს აი ის გაიხსენოთ რაღაცა აი ფილმოგრაფიასავით თქვენს ტვინში აწყოთ ძალიან დაგეხმარებათ ეს ემოციური ღელვის გადატანაში. წყლის სტიქიის წარმომადგენლებს. ნახოთ ფინანსებთან და კარიერასთან რა ხდება. აქ არკანი განდეგილი მოვიდა. პრინციპში ჩემო ძვირფასებო აქ წეგან გითხარით რომ აი სულშია თქო რაღაცა მოკლედ უპატიებელი ან გაუშვებელი წყენა. ნუ რაღაცა ყოველ შემთხვევაში რაც აქ წყლის სტიქიის წარმომადგენლებს ნამდვილად აღელვებს ემოციურად და ეს ემოციური მღელვარება პირდაპირ გადმოიტანა პირად ურთიერთობებზეც და გადმოიტანა კარიერა, ფინანსების ენერგიაზეც, რასაც მიჩვენებს. აი თითქოს როგორ არის იცით, ჯერ მიუხედავად იმისა, რომ ენერგიას აღიდგენთ და უკვე იმ რესურსში გადადიხართ, როცა კი არ გასცემთ, არამედ აგენერირებთ თქვენს შიგნით სასიცოცხლო ენერგიას, მაგრამ მაინც არ გინდათ ადამიანებთან ურთიერთობა, ჯერ არ გინდათ, ანუ ჯერ რაღაცა თითქოს არ ახართ მზად, რომ სოციალური ცხოვრება ისევ იგივე ტემპით დაიწყოთ. სოციალურ ცხოვრებას მე არ გულისხმობ სოციალურ ქსელებში ცხოვრებას, მე გულისხმობ აქტიურ კომუნიკაციას მეგობრებთან, თანამშრომლებთან რაღაცა, აი თითქოს რაღაცა მაინც განმარტოვებისკენ მიისწრაფით წყლის სტიქიის წარმომადგენლები ჯერჯერობით და ვნახოთ რჩევა რა არის. და რჩევა ჩემო ძვირფასებო, ნახეთ რა საოცარი არკანი მოვიდა. პენტაკლების რაინდი. აი თუ დააკვირდებით, აი ეგ ცხენი არის ესე მკრთალი ხაზით, რომელსაც გოგონა აზის ზედ და მინდობილია სრულად აი ამ ცხენს. ეს ცხენი აი გამოსახულია მთლიანად აი ამ მთის და ბილიკების ზემოდან, ხომ? ტრამალების ზემოდან. შეგვიძლია აქ ვთქვათ ის, რომ აუცილებლად მოვა თქვენს ქუჩაზე გაზაფხული, ამის პრინციპში გარანტია შემიძლია მოგცეთ, რომ ნამდვილად მოვა. მაგრამ საჭიროა როგორი სიტუაცია იცით, აი მიენდოთ, ძალით არ გააკეთოთ არაფერი, აი მიენდეთ პროცესს, ნუ დააძალებთ ნუ საკუთარ თავს, ნუ სხვა ადამიანებს, იმიტომ რომ აი აქ ჩანს ეს რაღაცა თქვენი განმარტოების მოთხოვნილება, ამიტომ დამიეცით საკუთარ თავს დრო, რომ იყოს აი ამ რაღაცა შინაგან რესურსში, ნებისმიერი სიტუაცია, რაც იმაზე ადრე ჟღავდება, ხო, ვიდრე საჭიროა რომ გამჟღავდეს, ხო, ეს იწვევს გარკვეული ტიპის გაუგებრობას, შფოთს, ფორიაქს, ანუ თქვენ შემთხვევაში აი აქ არ ახართ ჯერჯერობით მზად კი რაღაცა თითქოს აი იმპულსი სხეულის გეუბნებათ რომ მიდი, გადი, გააჭენე, მაგრამ აქვე მეორე მხარეს რაღაცა მენტალი და ფსიქოლოგია გეუბნება რომ არა, მოდი რა დაჯექი ცოტა ხანი, დაფიქრდი, დაისვენე და ბოლომდე აღიდგინე ეს რესურსი, იმისათვის რომ რაღაც შუაგზაზე მე ისევ არ წაიბორძიკო და არ წაფორთხიალდე, ხო?
აი ესეთი არჩევა, ნუ აჩქარდებით, მიეცით დრო, საკუთარ თავსაც, მიეცით სივრცესაც ეს დრო და უბრალოდ იმანიფესტირეთ დადებითზე. აი როგორც წეგან თუ არის არკანთან მიმართებაში გითხარით, ეს გამოგადგებათ ეს მანიფესტაცია ყველაფერთან დაკავშირებით, ანუ იმანიფესტირეთ, დაიჯერეთ და გაუშვით სამყაროში იმპულსები და ენერგიები, რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად და ეს ნამდვილად ასე იქნება. შესაბამისად არ დააყოვნებს სამყაროსგან პასუხი, ოღონდ მთავარია რომ თქვენ თვითონ გჯეროდეთ წყლის სტიქიის წარმომადგენლებო. ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩემთან და ეხლა გადავიდეთ მოკლედ ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებთან რა ხდება, ნახოთ აბა და ხმლების დედოფალი მოვიდა ჰაერის სტიქიის წარმომადგენელი. მოკლედ სულ მაღალი არკანებით გველაპარაკება დღეს ჩვენი 4-ვე დასტა, რომელიც გამოვიყენე და ძალიან მიხარია. მოკლედ ხმლების დედოფალი საერთო ენერგია ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებთან არაჩვეულებრივია, ცოტა ცივი ენერგიის მატარებელია, მართალია, მაგრამ სამაგიეროდ არის ძალიან დამჯდარი, ძალიან გაწონასწორებული, ძალიან მოზომილი, ძალიან ადეკვატური და ანგარიშიანი. აი ეს მინდა ეს სიტყვა ძალიან მიესადაგება, ანგარიშობა რას ნიშნავს იცით რომ ანუ აქამდე თუ თქვენ იყავით რომ სულ შენ და მე არაფერი, ეხლა ხვდებით რომ არა, სწორი ენერგეტიკული მიმოცვლა ყველაფერთან მიმართებაში არის რომ მეც და შენც. აი აქ ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებთან ზუსტად ესეთი ენერგია გათამაშდება, რომ მეც და შენც, ანუ თქვენთან ორივეს შემთხვევაში იქნება ზუსტად ეს სიტუაცია, რომ დაბალანსდება ეს ენერგია. თქვენი ორივეს შემთხვევაში. რატომ მომდის ეს ორივეს შემთხვევაში არ ვიცი, მაგრამ ეტყობა თქვენს სივრცეში არის რაღაცა გარკვეული სიტუაციები, სადაც რაღაცა ორმაგობის და დისბალანსის მომენტი იყო ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებთან. ამიტომ მაისში ეს ბალანსი გარკვეულწილად აღდგება და თქვენ ამისათვის გეყოფათ საკმარისი სიბრძნე. ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებო. ნახოთ ახლა რა ხდება პირად ურთიერთობებში. პირად ურთიერთობებში რა ხდება და პირად ურთიერთობებში საკმაოდ რთული ეტაპი დგება. ეს არის არკანი სამსჯავრო ამ დასტაში, ტრადიციულ დასტებში და ამ შემთხვევაში ეს არის არკანი რეალიზაცია. ანუ რეალიზაცია არკანის სამსჯავრო ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაღაცა ცუდია, უბრალოდ გარკვეული ტიპის კულმინაციური მომენტი დგება. ანუ რაღაცა ერთმნიშვნელოვნად მოგიწევთ, რომ გადაწყვეტილებები მიიღოთ. აი წეგან შეიძლება ტყუილა არ მithქვამს, რომ რაღაც რაღაც თქვენ ორი რამოდენიმეჯერ გავიმეორე და მე რომ გავაცნობიერე რომ რაღაც ამ ორ სიტყვას ერთად ვიმეორებდი, ვერ მივხვდი რატო ვამბობდი, სიმართლე რომ გითხრათ. აი აქედან გამომდინარე, ხა აი აქ სამსჯავროს არკანში რაც ჩაჯდა, ანუ ამ რეალიზაციის არკანში ენერგეტიკულად შეიძლება იყოს ის, რომ თქვენ საბოლოოდ დასვათ საკითხი ასე, რომ საჭიროა ბალანსი, რომ საჭიროა ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი, რომ საჭიროა ყველაფერზე დავსხდეთ და ვისაუბროთ და ესე რაღაცა თავის არიდება და იქიდან შემოვლა და აქიდან შემოვლა აღარ არის ასე რომ ვთქვათ, გინდაც პრიორიტეტში და გინდაც აღარ არის საკამარისი, ჯობია რომ სიმართლეს ჩავხედოთ თვალებში, ხო? აი ესეთი სიტუაცია რაღაცა დაფარული შეიძლება ამ შემთხვევაში გამომჟღავნდეს, რაც ვერ ვიტყვი რომ თლაც სასიამოვნო შეიძლება იყოს, მაგრამ იცით რა, ბუნდოვანებაში და გაურკვეველ სიტუაციაში ყოფნას ჯობია რომ იცოდეთ რა ხდება თქვენს სივრცეში. მე ყოველ შემთხვევაში ასე ვთვლი, იმიტომ რომ როცა რაღაცა იცი, რაც ხდება, იმაზე მე დამოკიდებულება გიყალიბდება, ზუსტად იცი როგორ უნდა ჩამოყალიბდე და ეჭვებში მაინც არ ვარდები, რომ აი ეხა ესე სწორად ვფიქრობ თუ არ ვფიქრობ და ფიქრიც და მოქმედებაც მარტო ჩემ თავში არ მაქვს, ხო? როცა რაღაცა ნათელია უკვე და გაცნობიერებულია და გააზრებულია, გაჟღერებულია, მე შესაბამისად ქცევა იმისი ადეკვატურია, ხო? რა ინფორმაციაც გაჟღერდა. ნახოთ ახლა კარიერასა და ფინანსებში ჰაერის სტიქიასთან რა ხდება. ხო, აქ მოვიდა არკანი იეროფანტი. ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებს საკმაოდ ინტენსიური მაისი გელოდებათ, მინდა გითხრათ. ანუ აქ განდეგილი ხა რაც
განდეგილი არა უკაცრავად არკანი იეროფანტი კარიერასა და ფინანსებში ეს როგორი სიტუაცია იცით თითქოს დანებდებით აი გააცნობიერებთ გაიაზრებთ და დანებდებით სამყაროს შემოქმედისა და უზენაესის ნებას აი თითქოს იომეთ ბევრი რაღაცა აქეთ იქით იფართხალეთ მაგრამ აი ბოლოს გააცნობიერეთ რომ ყველაფერი არის ამაო თუ ამაზე არ არის უზენაესის ნება დაშვებული და აქედან გამომდინარე თქვენ აი ამ ნებას მოგიწევთ რომ სცეთ პატივი ოღონდ ეს არ იქნება რაღაცა ძალისმიერი პატივისცემა არა პირიქით აი გაცნობიერებული და ძალიან მადლიერი იქნება ეს ენერგია რასაც თქვენ გასცემთ აი ამ სიტუაციაში კარიერასა და ფინანსებთან დაკავშირებით. აი თითქოს რაღაცა მადლიერებით აღივსებით. ეს არის საკმაოდ ნელი ენერგია, ჩემო ძვირფასებო, ეს არ არის რაღაცა აჩქარება, ან რაღაცა შეიძლება სხვათა შორის აქ იყოს ისეთი სიტუაციები, როცა გადაწყდეს გარკვეული ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არსებული რაღაცა გაურკვეველი სიტუაცია, მათ შორის ასევე თქვენ სასარგებლოდ და თქვათ, რომ აი რაღაცა სამართალმა პური ჭამა, აი რაღაც ესეთი ის მომდის რა. ყოველ შემთხვევაში გადაწყვეტილება, ხო, რასაც მიიღებთ, არ ვიცი რატომ მომდის ეს ენერგია კიდე, ვამბობ, ანუ რაღაცა ეს ჰაერისტიკია ძალიან უცნაურად დაიწყო, ხა პირდაპირ აი ნაკადიდან მოდის ეს ინფორმაცია, მეც ვერ ხვდები ზოგჯერ რას ვამბობ. ანუ ამ შემთხვევაში ხო ჰაერისტიკის წარმომადგენლებს უსამართლობის განცდა არ გექნებათ მოკლედ იმ საკითხთან დაკავშირებით რაც მოხდა ანუ და პირიქით აი მადლიერი იქნებით ამ ყველაფრისა ამიტომ მე ვისურვებდი რომ ყველაფერი თქვენ სასიკეთოდ გადაწყდეს ჩემო ძვირფასებო მაისის თვეში ვნახოთ ახლა რჩევა რას გვეტყვის რჩევის სახით ხო, ხუთიანი ხმლები არის აქ რჩევის სახით. რჩევა არის ის, რომ არ უნდა დანებდეთ არც ერთ შემთხვევაში. დააკვირდით, აქ არის ჭადრაკის ფიგურები. საკმაოდ მოდი პირდაპირ გეტყვით, ჩემო ძვირფასებო, ჰაერისტიკის წარმომადგენლებო, რომ საკმაოდ კარმული პერიოდი, ერთ-ერთი ყველაზე კარმული პერიოდი დასრულდება და კულმინაციას მიაღწევს თქვენ შემთხვევაში. და ეს რა თქმა უნდა გავრცელდება როგორც პირად ურთიერთობებზე, ისე ზოგად ტენდენციებზე და მათ შორის კარიერასა და სამსახურზე. უბრალოდ რა მინდა რომ ნახოთ, აი ახლა აქ არ ჩანს ესე კარგად, აქ არის განთავსებული ჭადრაკის ფიგურები და ამ ჭადრაკის ფიგურებიდან ორი წაქცეული და ერთი ჯვრის გამოსახულებით ეტლი მათ შორის დგას ფეხზე. ჭადრაკი ვინც იცით, ეტლი იცით სწორედ როგორც მოძრაობს და როგორი ესეთი ეს არის სწორხაზოვანია, ეტლი არის უკიდურესი ფიგურები დაფაზე, რომელიც აკონტროლებს ფაქტობრივად მთლიან პერიმეტრს, შეიძლება ასე ითქვას. და იცავს მათ შორის მეფეს, იცავს დედოფალს, ხო? აი ეტლი არის ფიგურა, რომ არ უნდა დაეცეთ, არ უნდა დანებდეთ არც ერთ შემთხვევაში და აუცილებლად უნდა იაროთ წინ. აუცილებლად აქ იქნება კრიზისული მომენტები, რაღაცა გარკვეული ტიპის ჩავარდნები, რასაც ახლა მე აქ მიჩვენებს მაისის პერიოდში ჰაერისტიკიასთან, მაგრამ არამც და არამც არ დანებდეთ, გააგრძელეთ მოძრაობა წინ და აუცილებლად გამოიდარებს, ამის გარანტია ნამდვილად შემიძლია რომ მოგცეთ, მთავარია თქვენ შეინარჩუნოთ მენტალური სტაბილურობა და რწმენა იმისა, რომ რაც ხდება თქვენთვის სასიკეთოდ, რაც არ უნდა მტკივნეული იყოს ახლა ამის გაცნობიერება თქვენთვის ჰაერისტიკის წარმომადგენლებმა. ესეთი იყო მოკლედ ჰაერი, არ დაგავიწყდეთ არხის მოწონება, გაზიარება და კომენტარება და ახლა გადავიდეთ ცეცხლის სტიქიასთან. ნახოთ ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებს თქვენთან რა ხდება ზოგად ტენდენციებში და მოვიდა პენტაკლების ტუზი, აი ხო ამბობ 4-ვე სტიქიასთან მაღალი არკანებით საუბრობს დღეს 4 დასტა, 1 დასტა კი არა 4 დასტა მესაუბრება, ამიტომ
ძალიან სწორად ამირჩევია სავარაუდოდ ეს დასტები და ინფორმაცია დროული და საჭიროა თქვენთვისაც, რასაც ახლა ამ გაშლის ფარგლებში იღებთ. ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლობა ზოგადი ტენდენცია აქ არაჩვეულებრივია. პენტაკლების ტუზი ეს არის სიტუაცია, როცა მოგიწევთ აი თქვენი დაფარული მე ვიტყოდი დაფარული ნიჭები გამოავლინოთ ან რაღაცა აი კოზირი ესე გამოვიყენოთ აი ჯოკერი კი არა აი კოზირი რასაც ინახავდით რაღაცისთვის აი ეს კოზირი ამოიღოთ და გამოიყენოთ აი ესეთი ენერგიაა მოკლედ მაისის თვეში და ეს ნამდვილად გაამართლებს თქვენი ეს სიტუაცია. უბრალოდ რა არის იცით აქ ძალიან მნიშვნელოვანი შემთხვევით ხომ არ დაგავიწყდათ თქვენი კოზირი რაშია. აი ამას მიაქციეთ ყურადღება, მე ესეთი კითხვით დაგტოვებთ თქვენს თავთან. ცეცხლის სტიქიის წარმოქმნა. შემთხვევით ხო არ დაგავიწყოთ, იმიტომ რომ რაღაცა თითქოს აი დაბინდული, აი კი მჯერა და კი ვიცი რომ მაქვს, მაგრამ იმდენად დიდი ხანია რომ არ ამომიღია და არ გამომიყენებია ეს ჩემი კოზირი, ხო? რომ რაღაცა დამავიწყდა თითქოს, რომ ეს უნარი მაქვს და ეს რესურსი მაქვს. ამიტომ გაიხსენეთ სად არის თქვენი ძალა, გაიხსენეთ სად არის თქვენი ნიჭი, გაიხსენეთ სად არის თქვენი ენერგეტიკული მძლავრი პოტენციალი და აი ზუსტად ეს გამოიყენეთ მაისის თვეში თქვენთვის სასიკეთო მოვლენების დასაძვრელად. ნახოთ პირად ურთიერთობებში რა ხდება. პირად ურთიერთობებში რვიანების თასებია ჩემო ძვირფასებო აქ წარმოდგენილი და იცით რა აქ გარკვეული ტიპის ტრანსფორმაცია გელოდებათ მაისის თვეში პირად ურთიერთობებში ვიღაცები ერთხელ და სამუდამოდ მიიღებთ აქ ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლები გადაწყვეტილებას რომ დროა დავასრულო დროა ყველაფერს შევეშვა და თავის მოტყუებას შევეშვა პირველ რიგში. აი აქ წეღარო გითხარით რომ ხო არ დაგავიწყდათ სად არის თქვენი კოზირი. შეიძლება აქამდე ზუსტად ეს სიტუაცია იყო რომ რაღაცა აი თავს ამყოფებდით ილუზიებში, იტყუებდით, რაღაცა აჯერებდით რომ ნუ არაუშავს, რაღაცებზე თვალს ხუჭავდით რომ აი ეს თუ არ არის, ეს ხომ მაინც არის და აი აქედან გამომდინარე თითქოს რაღაცა აქამდე მოაგორეთ ეს პერიოდი. ვერ ვიტყოდი რომ კომფორტულად მოაგორეთ, იმიტომ რომ მოგორება თვითონ არ ნიშნავს კომფორტს, მაგრამ ნუ ავად თუ კარგად აქამდე მოხვედით, ხო? აი მაისის თვეში უკვე რაღაცა თითქოს მოგიწევთ რომ გარკვეულ ახალ ეტაპზე გადახვიდეთ და დატოვოთ, ზურგს უკან მოიტოვოთ ის რაღაცები, რაც ახალი გზის დასაწყებად გიშლით ხელს და ახალი გზა ნამდვილად არსებობს თქვენ შემთხვევაში, ჩემო ძვირფასებო. ვნახოთ ცეცხლის სტიქიასთან კარიერა და ფინანსები რა ეტაპზეა. ხუთიანი პენტაკლები, კარიერა და ფინანსები. აქ ძალიან დააკვირდით ზოგადად ფინანსურ საკითხებს. აქ ეხა სამედიცინო კარებთან დგას ეხა მომლოდინე მამაკაცი ასევე ჯოხით ხელში, რაც იმას მიანიშნებს რომ რაღაცას შეიძლება ავადობა იყოს, შეიძლება გარკვეული ტიპის პროცესი იყოს, რომელიც ჯანმრთელობას არ ეხება, სხვათა შორის ეს მხოლოდ ზოგადად ვამბობ, რომელიც აი დიდი ხნის განმავლობაში თითქოს აი საჭიროებდა თქვენს ყურადღებას, თქვენს რესურსს, აი რაღაცა ენერგიის გადინების ძალიან დიდი ესეთი ორმო იყო, ასე რომ ვთქვათ, ამოუსებელი ორმო, ხო? აი რაღაცა იქ ფინანსებთან და კარიერასთან დაკავშირებითაც ეცადეთ, რომ გაუთვალისწინებელი ხარჯების წინაშე არ დადგეთ ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებო და აი კიდე ერთხელ ვამბობ რა აქცენტი ახლა პირდაპირ მელაპარაკება რატო ვთქვი მანდა მაინც ახლა აქ პენტაკლების ტურზე რომ არ დაგავიწყდეთ სად არის თქვენი ძალა თქო იმიტომ რომ აი აქ მოდის რომ თითქოს აი რაღაცა დაივიწყეთ რაღაცა ხელი ჩაიქნიეთ რაღაცა ისე ხართ რაღაც იმედგაცრუებაში აპათიაში რომ ნუ აი არაფერი არ იცვლება და რა ვქნა აი არ ქნათ ესე, გჯეროდეთ საკუთარი თავის, ეს აუცილებლად დაიმახსოვრეთ ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლობა და აქვე ყურადღებას ნუ მოადუნებთ და ნუ დაყრით ფარხმალს, ნუ შეწყვეტთ ბრძოლას და ნუ იტყვით რომ ნუ აი
ესე იგი ესე უნდა ყოფილიყო. ესე არ უნდა ყოფილიყო თუ თქვენ სწორად და გონივრულად დაგეგმავთ იმ მოვლენებს, რაც თქვენ სივრცეში ხდება ან მოხდება. თუმცა ეს ეხლა არ ხდება ეს ფინანსებთან დაკავშირებული საკითხები, ეს რაღაცა გრძელვადიანი პროცესია, რომელიც აქამდე მოვიდა. და ვნახოთ რჩევის სახით, აი არაჩვეულებრივი რჩევა გვაქვს ცეცხლის სტიქიასთან სამიანი კვერთხები წამოვიდა. რჩევის სახით აუცილებლად, რაზეც უკვე გითხარით და პრინციპში მეწეღან გავუსწარი ფაქტიურად ესე გამოვიდა და რჩევა წინასწარ მომიწია რომ მეთქვა თქვენთვის. მაგრამ კიდე ერთხელ ადასტურებს ეს იმ ფაქტს, რომ სწორად გითხარით ის, რაც გითხარით და სამიანი კვერთხები მიანიშნებს იმაზე, რომ დროა დაიწყოთ ახალი გზისკენ სვლა. არა მხოლოდ ოცნება რაღაც ახალზე და რაღაც შორეულზე, არამედ დროა დაიწყოთ ნაბიჯ უკვე აი ამ მიზნისკენ სიარული, ჩემო ძვირფასებო. აი ესეთი იყო მოკლედ 4-ვე სტიქიისათვის არსებული მაისის 2025 წლის მაისის თვის ტენდენციები პირადი ურთიერთობების კუთხით, ზოგადი ტენდენციები პირადი ურთიერთობების კუთხით, შემდეგ ფინანსებზე და კარიერაზეც ვისაუბრეთ და ასევე მოგეცით ტაროსგან რჩევა. მინდა გისურვოთ სიკეთე, მინდა გისურვოთ წყალობა, ხვავი, ბარაქა, საკუთარ რესურსებზე, ნიჭებზე, უნარებზე, აი ესეთი ულევი და დაუბრკოლებელი წვდომა და ყველაფერი მე დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ნამდვილად ძალიან კარგად და იდეალურთან მიახლოვებულად თუ იდეალურად არა. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობა ჩემთან ყოფნისთვის, ჩემი მოსმენისთვის და შეგახსენებთ, რომ განახლდა დღეიდან პირად კონსულტაციებზე ჩაწერები. გემშვიდობებით და შევხვდებით უახლოეს მომავალში.